საქართველოს რადიო გთავაზობთ. კვირის თემა. ნათია გამცემლიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ საქართველოს რადიოს, მე გახლავართ ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე და წარმოგიდგენთ გადაცემას კვირის თემა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიუსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს. მარკო რუბიუს ზარს წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები, რომელიც ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას ეხება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრები დერეფნებში თეთრი სახლის წარმომადგენლებთან არაფრის მომტანია და შეუძლებელია რაიმე სახის კომუნიკაციის აღდგენას უკავშირდებოდეს. თუმცა მას შემდეგ, რაც სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მარკო რუბიუსა და ირაკლი კობახიძის შორის, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ზარი დაკავშირებული იყო მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან. შეგახსენებთ, რომ თავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება და ამავდროულად ეროვნული მობილიზაციის კამპანიას აანონსებს, რომელიც მათი განმარტებით 26 მაისს ფართო მასშტაბიანი აქციით დასრულდება. კვირის მთავარ თემაზე ვიწყებთ საუბარს, ძვირფასო რადიო მსმენელებო, და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. თეონა აქუბარდია, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ალექსანდრე რაქუიაშვილი, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და გურამ ნიკოლაშვილი, ქართული ოცნების წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი, მართველი გუნდიდან. მოგესალმებით ქალბატონო თეონა, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ბატონ გურამ, პირველი კითხვა მექნება თქვენთან, როგორც მართველი გუნდის წარმომადგენელთან. ოპოზიცია რუსეთისა და ახლა უკვე ირანის მთავრობის წევრებთან საქართველოს ხელისუფლების კავშირზე ხშირად საუბრობს, აი მაგალითად ისინი ამბობენ ახლა უკვე, რომ საქართველოს არასანდო ქვეყანად მიიჩნევს ამერიკა, მაშინ როდესაც ის კავკასიის რეგიონში პარტნიორს ეძებსო. ამის გარდა ისინი საუბრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ირანს სანქციების თავის არიდებაში დაეხმაროს. თქვენი პასუხი როგორია ამ ბრალდებებზე და შემდეგ უკვე კონკრეტულად ვისაუბროთ უშუალოდ რუბიუსა და კობახიძის სატელეფონო საუბარზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ეხლა რაც ციტატებით წაიკითხეს, ეს მოყვა უშუალოდ აი ამ ზარის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს თუ ზოგადად არის ეგეთი დამოკიდებულება? ციტატაა, ეგეც საინტერესოა. კი, ვილაპარაკობს ეგეთ რაღაც. კი, ეს გახლავთ ბაკურ კვაშილავას ციტატა, ამავდროულად თინა თიმბოკუჩავას ციტატა წავიკითხე და ბევრია ასეთი ტიპის შეფასებები. თქვენ უარყოფთ, თქვათ, ეწინააღმდეგებით, ქალბატონ თეონა, აქვე მოკლედ მიპასუხეთ აი ესეთი ტიპის შეფასებებს? არა, მე არ ფიქრობ, რომ ის მოკავშირეს ეძებს კავკასიაში. მას ყავს მოკავშირე აზერბაიჯანი და სომხეთი, სტრატეგიული პარტნიორობაც გააფორმა ორივე ქვეყანასთან, მაშინ თუ ჩვენ დავკარგეთ და 9 მილიარდის ინვესტიციაც წაიღო სომხეთში. შესაბამისად არ ეძებს. კი ბატონო, აქ საუბარია რომ ეძებსო, მაგრამ საქართველოს არ მიიჩნევს. საქართველოს დაკარგა პარტნიორობა. მოდით მოусმინოთ ბატონ გურამს. ხო, ძალიან ძნელია ჩემთვის, ანუ რაღაცა შეფასების ბატონ გურამ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ დღეს არ დაწყებულა რა თქმა უნდა დღეს არ დაწყებულა. კი, მე შემიძლია გავიხსენო. ირანის ხელისუფლებასთან ფარულ. კი, ანუ ოპოზიციის თვალსაზრისით საქართველოს არის ირანის სტრატეგიული მოკავშირე, დაახლოებით შაჰ თამაზის პერიოდიდან სავარაუდოდ. ხო, რომელი განმარტება გაკეთდა, რომ როდესაც მომართავს ჩვეულებრივად ფუნქციონირებადი საელჩო, მაგალითად რუსეთის საელჩო, ვერ არა, უბრალოდ თქვენ კითხვა დასვით, რომ ახლა გახდა ეს თემა შაჰაბაზობის აღნიშვნას თქვენი. მთელი რიგი გაუგებრობები ოპოზიცია და პოზიცია შორის რას ეფუძნება, ხო, აბსოლუტურად განსხვავებულ მსოფლმხედველობას, ხო, ესეა. ამოსავალი წერტილი არ არის, ერთის მხრივ ჩვენ გვესმის რეაქციული ბრალდებები, ჩასაფრებული, ჩვენ არ ყავს კონსტრუქციული, ესე ვთქვათ, სისტემური ოპოზიცია, ოპონენტად, ჩვენ ყავს ესეთი NGO ოპოზიცია, რომელიც არის ჩასაფრებული, რომელიც ცდილობს თუ კი რაიმე არანორმატიული შენიშვნა ამისგან ააგოს რაღაც ახალი მსოფლმხედველობა, რომ აი ეს არის გადაცდომა და ჩვენ უნდა ვიყოთ აქ და არ უნდა ვიყოთ აქ.
ქართულმა ოცნებამ არაერთხელ და დიდი ხნის განმავლობაში ეს დიდი გადასვლა, დიდი ხნის წინ განმარტა, თქვა კიდევაც და დააფიქსირა, რომ არის პერიოდი 2012-დან 2022 წლამდე, როდესაც საქართველოს მიყვება იმ თავის დასავლურ კურსს, ღიად ნაბიჯებით, ყველაფრით და ასე შემდეგ და პასუხად, რასაც იღებს, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ და არის რეალობა 2022 წლის მერე, იმიტომ რომ მთლიანად რეგიონში ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკად ყველაზე დრამატულად შეიცვალა ეს ვითარება და ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, სადაც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ დამთავრდა ეს ძველი სისტემა უსაფრთხოების არის დანგრეული, აქ არანაირი გარანტიები აღარ არსებობს, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მათ შორის დაიწყო ეს რუსეთმა და ეხლა აგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვეულებრივად, ანუ სამყაროს თავის თავზე მისთვის ხელსაყრელად მორგებას, დიდი ბიჭები, დიდი იმპერიები დაბრუნდნენ არენაზე უკვე სრულიად სხვა აგრესიული ფორმით და არ არსებობს ეს ძველი წესრიგი. აქედან გამომდინარე, ქვეყანამ დაიწყო სრულიად სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება, როგორც გარეგამოწვევის მიმართ, ასევე შიდა გამოწვევები არსებობს, თქვათ, სხვადასხვა ტიპის რადიკალიზმის სხვადასხვა ხარისხით გამორჩეული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ეს ძველი სამყარო, ეს აღარ არსებული სამყარო მაინც დააბრუნოს და აი ამ ინერციით იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, რაც თქვენ წაიკითხეთ, ბრალდება, რომ ხან უნდა დაგდონ ბრალი ირანთან კავშირში, თითქოს ლამის ჩვენ დავმარხეთ მათი ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტი, ხან უნდა დაგდონ ბრალი სხვა რაღაცაში, ან რაღაცა შენ უნდა დაადგე და იმართო თავი ამ პოზიციიდან დაახლოებით 2022 წელს სულ მინიმუმ გამოვედით და შესაბამისად ამის დაბრუნებას ავპიროთ. ამიტომ მოკლედ რომ შევაჯამო, ის რასაც ჩვენ ვიძახით და ვამბობთ, არის ერთადერთი და მარტივი რა. დიდი იყო მოლოდინი და თქვენ გახსოვთ წლების განმავლობაში 2022 წლის მერე, როცა ჩვენ ვისმენდით, რომ აი მოხდა შემოტრიალება. ნახეთ, ანუ თუ კი ჩვენ უღალატეთ დასავლეთს და წამოვედით, ეხლა ჩვენ წავედით რუსეთში. რუსეთს მე რა თქმა უნდა ირანის დაემატა და ჩინეთის და კიდე 1000 სხვა ქვეყანა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენ არსად არ წავედით და საერთოდ საქართველოს არ არის გემი, რომ სადმე მიდიოდეს, ჩვენ ცხოვრობთ იქ, სადაც ცხოვრობთ და შესაბამისად ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რა ურთიერთობა სად როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. არსებობს ქართული ინტერესები, არსებობს ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის ინტერესები. კი ბატონო, არსებობს ქართული ინტერესები. ბატონო სანდრო, თქვენი შეფასება როგორია ოპოზიციურ სპექტრში? ხშირად გვესმის კრიტიკა მმართველი გუნდის მისამართით, რომ ისინი ფარულად თანამშრომლობენ კრემლთან, ახლა უკვე ირანის ხელისუფლებასთან. თქვენ თუ ხედავთ ამ კავშირს? მოგესალმებით, მოსმენელებს და მადლობა მოწვევისთვის. მე არ ვაგებ პასუხს დარჩენ ოპოზიციაზე, მომთხოვთ იმაზე, რაც ისინი აკეთებენ, მაგათ თავის პრობლემები აქვს და უმრავლესობას არის ამათი მოსყიდული მგონია, ამიტომ მithumetes. კი, ეს არაერთხელ გითხარით. ხო, და ამიტომ ისინი რა განსხვავებას აკეთებენ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მაგრამ ეხლა გეტყვით რაშია საქმე. ანუ ზოგადად ბატონ გურამა ერთი რაღაც სწორი თქვა, მე სულად ვეთანხმები, რომ 22 წელს ქართული ოცნების აღქმაში საგარეო პოლიტიკა შეიცვალა. უბრალოდ ბოლომდე არ ამბობს, რომ ეს სადღეღელოს ქართული ინტერესები, საქართველოს ინტერესები რაღაც, რომელიც სიმში არასდროს არ აკონკრეტებენ და საქმის რომ მიდის უბრალოდ ქართული ოცნების ინტერესებში ითარგმნება. რეალურად რო შეხედოთ ამ ყველაფერს, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო სხვათა შორის, რომ ეს სიტყვა ქართული ან სახელმწიფოს ინტერესების ნაცვლად ეთქვათ რამე კონკრეტული. გავარჩევდით. აი მაგალითად შეიძლება რომ სიტყვის თავისუფლება არის ქართული ხალხის ინტერესი, მაგალითად თუ არა. თუ არის ერთი საუბარია მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციასთან ბევრი საერთო ექნებოდათ და ევროპელებთან ნაკლები. ან არ ვიცი არის მაგალითად ძლიერი ჯარი ქართული ინტერესი. მაგალითად ძლიერი ჯარი, რომელსაც იარაღი არ აქვს ნაყიდი და აგერ თეონამ კი იცის ჩვენთან ერთად იყო, როგორ გაანადგურეს ჯარი მათუნდაც ბოლო რეფორმებით და მე მინისტრის ციხეში გაუშვეს. ხო და აი მის მინისტრი გასაშვები იყო ციხეში, მოდი შევახდეთ ფულსი ფარავდა. კი ბატონო, ბატონ ალექსანდრე, მოდით ჯერჯერობით შევჩერდეთ და ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, თუ ხედავთ კავშირებს იგივე კრემლთან, რასაც რიგი ოპოზიციური პარტიები ბრალსდებენ. მე არ მიყვარს ეს ზოგადი სიტყვების საუბარი, ამიტომ როგორც კი დააკონკრეტებს ბატონ გურამი რა არის საქართველოს ინტერესები, მე უფრო კონკრეტულად ბატონ დააკონკრეტეთ და მე გავაგრძელებ, მე ჩემს ვითხრა. შემიძლია კი ბატონ რა ძალიან უცნაურია რომ სანდრომ თქვათ ვერსად ვერასდროს ვერ მოისმინა. სადმე წაიკითხა მეტყვით. ბოლოს როდის განაახლეთ ანუ საფრთხოების სტრატეგია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. მაგალითად იყო ვინც ეგ მესიჯი ჩამოიტანა როდის განაახლეთ. მე თქვენ გეკითხებით კანონის მიხედვით, რაც უნდა კონდეს დოკუმენტები. პარლამენტში 4 წელი ღარიბაშვილი არაერთხელ დავიბარე, ის ილია დარჩიაშვილი ახლა ბრიტანეთის ელჩად რო გაამწესეთ, მაგას რამდენჯერ ველაპარაკე. არა გაქვთ არაფერი დაწერილი დოკუმენტი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია. ამირან გულში მღეროდაო და გახარდა
ჩვენ რაღაცნაირად მოვერგეთ არსებულ რეალობას, უნდა იყოს რომ ვიცოდეთ, არ არის. სასურველ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც გამოდის მისი პრეზიდენტი დემოკრატიული არ გინდათ რომ იყოს სატარგმნო პარტია. არა, ანუ ჩემი პრეზიდენტი არ არის. ჩემი პრეზიდენტი არის მიხეილ ყაველაშვილი ამჯერად. მე რო განსაკუთრებით გავავარდა. ტრამპი, მაგრამ საერთოდ უბრალოდ მინდა რომ ეს არის ფაქტია რომ გამოვიდეთ სანდრო ის ძველი ტრადიციული ტერმინები თავისუფალი სამყაროს ლიდერი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც დღეში 3 ურთიერთგამომრიცხავ რამეს იძახის. რა თქმა უნდა, ამითი შეიცვალა, სწორედ. და თქვენ მელაპარაკებით, სად არის დაწერილი ფურცელი, სადაც წერია და მე დავარჩევ ის კონდა ვალდებულება. მოდით ესე გავაკეთოთ. ისევე როგორც კონსტიტუცია დაარღვიეთ, კონსტიტუციის 78 მუხლი დაარღვიეთ. ამიტომ, როდესაც ლაპარაკობთ ეროვნულ უნივერსიტეტზე, ეს დაწერილი თეონა ბოდის გიხდით, შეიძლება სადრომ დაასრულოს საუბარი და შემდეგ გადმოვალ თქვენთან კითხვა. ერთ რაშას ვეთანხმები გურამს არის ის რომ 22 წელს ომი დაიწყო, პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა. უბრალოდ რაღაც არ ამბობს გულარ. რაშია საქმე, ანუ რა შეიცვალა ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ საწყისი ამსრულებელი სრულიად ლეგიტიმური იყო. მეც იგივე ემოცია მქონდა, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, არა მარტო ქართულ ოცნებაში, ზოგადად ქვეყანაში შიშია. ყველა შეგვეშინდა, როცა დავინახეთ, როგორ ბომბავენ უკრაინას და კიევს. და ლეგიტიმურია იფიქრო, რომ ეხა თუ რა მართლა რუსეთმა მოიგო, აი ჩვენ ვინ მოგხედავს. ეს ზოგადად ქართულის პასუხისმგებლობა რომ აქამდე მივედით რომ არანაირი იმედი არ ქონდა რომ თავს დავიცავ და რაღაც, მაგრამ ფაქტი იყო რომ შეეშინდა ქართულ ოცნებას და ეს შიში არის რაც განაპირობებს ყველაფერ დანარჩენს, იმიტომ რომ ფაქტობრივად პოლიტიკას რო შეხედოთ, ეს მე არც მარკო რუბიოს ლაპარაკი მომისმენია და თავზე არ ვატკივარ, არც პუტინთან შეხვედრა მინახავს ივანიშვილის, ან რაღაც ასეთი რომ ვიღაცას რამე დავაბრალო რომ ეს მაინდა-მაინც რუსების გამოკეთდება, მაგრამ შიში ნამდვილად ნანახი მაქვს, აი უბრალოდ თუნდაც პარლამენტში რაც ხდებოდა და ვიცი რომ იმიტომ მე მეშინოდა იმ მომენტში. რომელ დაალაგებულ ადამიანს არ შეეშინდებოდა იმ მომენტში ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ამის შემდეგ რომ დააკვირდოთ პოლიტიკას, თელი ქართული პოლიტიკა არის ის, რომ რამენერად არ გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც შეიძლება რუსეთს გააღიზიანოს. ამას არ მალავენ, ბატონო. ანუ არ გვინდა გავაღიზიანოთ, ვიღაც გიჟი მეზობელი ყავს, ხან აქეთ მოიქნებს, ხელს ხან იქეთ მოიქნებს. და აქეთ ადრე ცოტა შვიდი გვეგონა და ეხლა რაღაც დალი არ აყიდა, თლად გაუბერა და მოდი რამე ვქნათო და აი მე თურქმენეთში ჩავალ და თურქმენეთი არ აღიზიანებს, ჩინეთს რავი სიძინფის ჩავეხუტები და არ აღიზიანებს და აი მაგალითად ევროპაში გაწევრიანება ჭირდება თუ არა, ეს არ ვიცი და მოდი ეხლა ცოტა დაუკლებ ტემპს და ამერიკის პრეზიდენტს ეხლა როგორ შევაქება? აი მაგალითად კი ამბობენ რომ ტრამპის იმედად ხო იყო ქართული ოცნება და მთელი ამბავი და მე ესე გამოვიდა რომ ზუსტად დღეს დაბრუნდი ამერიკიდან ერთი კვირა იქ ვიყავით სხვა ვაშინგტონში და მათ შორის რესპუბლიკური პარტიის ყრილობა რაღაც ერთი ღონისძიება იყო, სადაც ბევრი სხვა ადამიანი იყო, რუმინეთიდან ჩამოსული სპიკერები, პოლონეთიდან, პოლონეთის პრეზიდენტი და ასე შემდეგ და იქ ქართული ოცნება არ იყო, იმიტომ რომ ეს ხალხი ღიად ამბობდა, რომ პროამერიკელები კი შეიძლება ევროპაში მათ პრორუსებს ეძახიან, რუმინელებს ვინც იქ იყვნენ მაგალითად, მაგრამ იქ დგანა სცენაზე, ლანძღავენ რუსეთს, ამბობენ რომ ხარს უჭერენ ამერიკის პრეზიდენტს და მე არ ვიცი რა პრორუსობა, ასეთი სპეციფიკური, მაგრამ ასეთი ხალხი იყო და იმ ყველას ჰქონდა რაღაც სათქმელი, ვიღაცა ებრძოდა ამ ვოკ პროპაგანდას, ვიღაცა ებრძოდა მწვანე რეგულაციებს, რასაც კოცები ყოველდღე ისეაც აკეთებენ პარლამენტში. დღემდე. ხო და ამიტომ ქართულ ოცნებას არაფერი არ აქვს შესათავაზებელი. არაფერი არ აქვს, რაც შეიძლება ღირებული იყოს დასავლეთისთვის და თვითონაც ეშინია რომ რამე რო შემთხვევით გააკეთოს, ან მაგალითად სომხეთ-აზერბაიჯანის დალაგებაში ჩვენ ხო ისტორიულად გამოვირჩეოდით რომ ორივე ქვეყანასთან მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებდით, ეს დიდი მიღწევა იყო ყველა ჩვენი ხელისუფალის. შევარდნაძე იქნება, სააკაშვილი თუ ბიძინაშვილი, ეს ყველამ კარგად გააკეთა რაღაც პეტამდე, მაგრამ ბოლო მომენტში როცა ეს ხალხი შერიგდა რაღაცნაირად ტარიფები დაუწეს ეს შუა ვაჭრობაში. იმისათვის რომ გეთქვა რომ სანამ რაღაც პირიქით ხალხნი ივაჭრეთ, გეხუტებით, დაგეხმარებით, იქეთ ფულს მოგცემთ, რაღაცას ვიზამდით. ტრამპის რაღაც დაალაგებულ სიტუაციაში კიდე ცუდად ჩავერიეთ. ხალხი გაუგდნა საერთოდ. და იმიტომ რომ იქნებ რუსეთს არ მოეწონება ეს დაალაგება და ტრამპის გაძლიერება. ხვდებით? და ამიტომ ეს შიში, რომელიც თავდაპირველად სრულად ლეგიტიმური იყო და მე არ დავიჯერებ ხა ადამიანს, რომ არავის არ შეეშინდა რაღაც 24 თებერვალს პროტესტი დაიწყო ის 22 წლის. მაგრამ რაღაცა სხვა აქვს ზღვარი.
და რო შეხედო გრძელვადიანად რით მთავრდება საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნების. აი სულ საცოდაობით მთავრდება, იმიტომ რომ მეგობარი აღარ დარჩა. ღია და აღიარეს მათ შორის დებატები მიდის და ღია და აღიარეს რომ მეგობარი აღარ დარჩა. კი ბატონო, თქვენი ცნობილი კითხვა რო გაგიჭirdეთ ვის დაუბრუნდა. არავის დასარეკი არ არის. პასუხი არ იყო ამ კითხვაზე. მეგობარი როგორ არ ყავს? ჩვენს კი ყავდა. ეს გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და უპრეცედენტოდ მოიხსენია საფრანგეთის პრეზიდენტი. არა, რას ნიშნავს? ანუ ერთად დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ხელოვანი ისრაელის გამო დაიწყო და მეგობარი არ ყავს, ისრაელს არ ყავს მეგობარი. უკვე მეგობრობა აღარ არის, მეგონი მან ჩანტაზეა ლაპარაკი, მაგრამ ელემენტარულად რომ შევხედოთ, ისევ ვიმეორებ დიდ სურათს. შეგვიძლია რა თქმა უნდა ეგეთ დეტალებში ჩავიდეთ, მაგრამ დიდი სურათი არის ის, რომ ეს სოფლიო წესრიგი დაემხო, აღარ არის. ეს ბოლოს გაფორმდა დავოსის ფორუმზე, ყველამ ეს აღიარა, რომ დასრულდა ის ყოფილი ცივი ომის შემდგომი პერიოდის, აი ეს წესრიგი და ცივი ომის დროინდელი მორჩა. რაც მეორე სოფლიო ომის შეიცავს, რომ მეგობარი არ უნდა ყავდეს საერთაშორისო არენაზე. ყველა ტრადიციულ ცნებას საჭიროება გახდა, რომ გადავხედოთ პირველი სოფლიო ომი და მოყოლებრივ სულ ინგრევა. მანახი მეგობარი, რომელიც მოვა და ეხა იომებს შენ ომს. ანუ რა ჩვენ ომს არ უნდა თქვენ ხელში ვინ მოვა ჩვენ ომს რუბიოს ზარის გიხარია რუბიოს ზარის ბატონებო შეიძლება მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ ვიმყოფებით დიდ გადასვლის პერიოდში სადაც საჭიროა ამ სიტყვებმა შეიძლება ბატონებო მოусმინოთ თენას ორიოდ სიტყვა შეიძლება სამიც გამოვიდეს გამომდინარე თქვენი შესავალი სიტყვიდან დავიწყოთ მეგობრები და დავიწყოთ ეროვნული ინტერესები აი უბრალოდ თენა მოკლედ კიდევ ერთხელ ბატონ გურამის თანაგუნდელების წევრების პოზიციას გაგაცნობთ მარკო რუბიუს ზარს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე მივესალმებით ეს არის გვაძლევს იმედს რომ ამერიკა უფრო დროულ ნაბიჯებს გადადგავს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის რომ ეს არის ბატონ გურამის კოლეგების ქართული ოცნების წარმომადგენლები დავიწყოთ იმით რომ მე არ ვარ მე-11 წლის პარლამენტის წევრი ბოდიში დეპუტატი ვარ ქართული ოცნების პარლამენტში თუმცა ვიყავი არჩეული და გამიშვეს ასე რომ ვთქვათ შატალოზე ყოფნის გამო მეორე ყოფილხარ ესე იგი არ შევსულ ვარ პარლამენტში მათ გამიშვეს იმ ფურცლიდან რომელიც მათვე აღიარეს მეორე როდესაც ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესებზე ხა ეროვნული ინტერესი არის რა ყოველთვის რა იყო და რა აღარ არის ფურცელზე ეროვნული ინტერესი იყო თავდაცვიანობა, უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესი იყო ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც პატრიცემულის პარტიამ კიდევ უფრო ძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა. ეროვნული ინტერესი იყო მეგობრები, რომელიც საქართველოს ეხმარებოდა ამ ინტერესების გარდა, რა თქმა უნდა, მშვიდობა. შესაბამისად, ამ ეროვნული ინტერესების კუთხით, რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში წევრობა, რაც გვეწერა 2011 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში და სხვა შორის 2022-ში გავიდა ვადა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას და შემდეგ ეს დოკუმენტები არ განუახლებიათ. რაც შეეხება თავად მარკო რუბიოს ზარს და აი სანამ მარკო რუბიოს ზარზე ვისაუბრებდეთ, მინდა რომ მსმენელისთვის განმარტო. თქვენ საუბრობთ რომ ეროვნული ინტერესები მართლმა გუნდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არა, გადახაზა და შეცვალა. კი ბატონო, აი რას გულისხმობთ? თუ შეიძლება ჩვენს რადიო მსმენელებს კონკრეტულად კი ბატონო, მოდით მაშინ დავსვათ ესეთი კითხვა. როდესაც ეროვნული ინტერესია და მე ვფიქრობ ჩემთვის ნომერ პირველი ეროვნული ინტერესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფა, ხო? ალბათ გახსოვთ ბიზნი ამნეშვილი დადიოდა თავის შვილის ბუდკით წინაც არჩევნო და იძახდა რომ აი ქვეყანას გავამთლიანებ, მაგრამ ოპოზიციის არ მჯერა რომ ამაში დამეხმარება და საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისო ხმები მომეცითო. იმავდროულად იმ გამოსვლაზე იძახდა რომ ომი დაიწყო საქართველოს, იმიტომ რომ აბრალებდა წინა ხელისუფლებას, თუმცა საქართველოს იყო ამ შემთხვევაში და არა ცალკე მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სამხრივად უხდიდა ბოდიშს, გორში, ნაუმარ ქალაქში ოსებს და მათ შორის 1000-გვარ უბედურებას, გადატრიალებებს, რევოლუციებს აბრალებდა შეერთებულ შტატებს. აი ამ მთელი პროცესის შემდგომ და მათ შორის ამ ანტიამერიკული კამპანიის და ღია დაბრალებების შემდგომ შეერთებულმა შტატებმა ადგა და გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რომელიც იყო ერთადერთი მთელ სამხრეთ კავკასიაში და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა პირდაპირ აისახებოდა არა მხოლოდ ქართულ დემოკრატიაზე, არამედ ჩვენს ჯარზე, იმიტომ რომ თუ ჯარი საერთოდ საქართველოში ყავს, ეს იყო ამერიკელების და შემდგომ უკვე ნატოელი პარტნიორების მხარდაჭერის გამო იქნებოდა ეს წვრთნისა და აღჭურის პროგრამა, რომელიც შევარდნაძის დროს დაიწყო, მათ შორის საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეერთებულ შტატებში, მათ შორის აქ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები თავდაცვის შეიარაღების მიწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა, ამას მიყვა
იმავდროულად დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებაც, ამას მიყვა რუმინეთთან, რომელთანაც მათ შორის აი შუა დერეფანზე ბევრს ლაპარაკობენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რომელიც შემდგომ უკვე აღარ შეავსეს ამ ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კონტექსტში, როდესაც ბიზნესი იძახდა, რომ აი მე ქვეყანას გავამთლიანებო, იქვე უპასუხა კრემლმა, რომ დაივიწყეო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ სამ სახელმწიფოდ შემოდით ჩემთან. და აი ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთის თავარი ინტერესი რაც უსაფრთხოების სტრატეგიაში უწერია, მე ამას ესე არ ვიგონებ, იყო ის, რომ არ დაეშვა თავისი სამეზობლოს გავლენის სფეროდან გაშვება იქნებოდა ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით და მათ შორის დემოკრატიები მის მეზობლად, აი ამ ვითარებაში ქართულ მოძნებამ აღარც დემოკრატია განავითარა და ავტორიტარიზმით შეცვალა, ელექტრული ავტორიტარიზმი, ხო, თქვენ გააკეთეთ, მე არ გამიკეთებია. ჯერ არ მოვსულა. და მეორე, ქუჩაში თქვენ რაც გააკეთეთ, ყველა ძალიან კარგად ახსოვს და დასისხლიანებული ხალხი, რომელიც არავინ არ დაჭილა ამასთან დაკავშირებით. არა ბატონო, არჩევნების შედეგს არა. ირაკლი კობახიძე რო გამოვიდა და ევროკავშირში გაწევრიანება რო გააჩერა, დიახ, მაგიტომ გამოვიდა. კი ბატონო, არა, იქ ვიყავი. ყველა რიცხვში ნამდვილად იქ ვიყავი. ირაკლი კობახიძეს ხის ვერ მოწმინდა, როდესაც ნამდვილად თვითონ გააჩერა გაწევრიანებაში მოლაპარაკება, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ახლა ამ კუთხით იგივე აი ამ გაგრძელებაზე. ამასობაში, როდესაც საქართველოში დაიწყო დასავლეთისგან დისტანცირება და პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან და მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან და დიდი ბრიტანეთის მხრიდან არის იმგვარი, რომ უმაღლეს დონეზე ხელს არ ართმევენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და პოლიტიკური კონტაქტები უმაღლეს დონეზე შეჩერებულია. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ანტიდასავლურ რიტორიკას ქართული ოცნების მხრიდან და დაახლოებას ჩინეთთან. აი მეგობარი არ გვყავსო და არ გჭირდება რომ ეძახეთ, ჩინეთი თქვენი მეგობარია და სტრატეგიული პარტნიორობა გაქვთ გაფორმებული. ოღონდ ჩინეთთან მეგობრობაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ის რომ იმ შეთანხმებაში, რომელსაც პარლამენტში ჩვენ ერთად ვსაუბრობდით ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ ჩაწერეთ, რომ ჩინეთმა აღიაროს საქართველოს, ეს იყო ქართული ოცნების დამსახურება და პრობლემა. და ისევე როგორც ერთპარტიული მმართველობა კომუნისტური მოდელის გადმოღება გინდოდათ და ფაქტობრივად აკეთებთ ამ ყველაფერს. შესაბამისად, ჩინეთი თურქმენეთთან იმის ნეიტრალიტეტის 30 წლის თავზე კობახიძის ვიზიტი და იქ კორიდორებში სიარული, სადაც პუტინი იზრდა და მასთან ერთად ყოფნა და მათ შორის ირანთან მიმართებაში დაშვებული უამრავი შეცდომა არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევა და რატომ ეხლა ნათია ამასაც ვიტყვი. ჩასვლა ვიზიტზე ერთ თავარ სავაჭრო პარტნიორთან არის საქართველოს ბედი არ წყდება. საქართველოს ბედი არ წყდება თურქმენეთში. ეს იყო გიორგი ვოლსკის განცხადება ამასთან დაკავშირებით აშხაბადში რომ წყდებოდა საქართველოს ბედი. მაგრამ ეხლა ირანთან დაკავშირებით დავამთავრებ. არა, დავამთავრებ. არა, ბრალდებებს არა, ეს ფაქტებია. დავასრულებ თუ შეიძლება ირანი და რუბიოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ, ყველაზე დიდი პრობლემა ირანთან მიმართებაში იყო არასწორი გათვლები. აი დავიწყოთ, გავიხსენოთ, ვისაო, ჩვენო არ დაგვიმარხავსო იმათი პრეზიდენტიო და სატერელში ხო წავიდა ირაკლი კობახიძე. ოღონდ წავიდა რა მომენტში? მივიდა ჯერ საელჩოში, ჩანაწერი გააკეთა, ყოველას რო ეგონა რომ ხათ, როდესაც ვერ მიდიხარ იმ ქვეყანაში, რომ მიუსამძირო, მიდიხარ ჩანაწერს აკეთებ და ამით ასრულებ. ის ჩანაწერი რო გააკეთა, მე ადგა და გაფრინდა ირანში სატერელში. მე მეორეჯერაც ჩავიწყო და სოროში გალიევი არ ჩასულა. კობახიძე ჩავიდა და კობახიძე ამ შემთხვევაში პირველი პირი იყო ქვეყნის და არა მეორე. ისევე როგორც ალიევია დღეს პირველი პირი და ის ანძის განათება აბსოლუტურად პროვოკაციული იყო. მაშინ როდესაც საერთოდ არანაირი საჭიროება არ იყო იმის მერე რაც საკუთარი ხალხი დახოცა ირანის რეჟიმმა ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული და მეორე მხრივ აი თუ მიპასუხებთ კითხვაზე ამ შემთხვევაში გულწრფელად მაინტერესებს ლაშა დარსალია რომელიც ვაშინგტონიდან ახალი ჩამოსული იყო. რა საჭირო იყო ლაშა დარსალია შაჰაბაზობის დღესასწაულზე გაშვება და ვინმე გაგეშვათ ის ზურაბიშვილი მაინც და გზავნილი მაინც არ იქნებოდა ამერიკელებისთვის იმგვარი რომ კაცი რომელსაც ელაპარაკდნენ ირანის მოცალოდნელ ოპერაციაზე სავარაუდოდ იმიტომ რომ საუბარი იყო მათ შორის ამერიკის ინტერესებზე და ამერიკის ინტერესები რეგიონში ვხედავთ როგორც არის აი ეს დემონსტრაციული ნაბიჯი რა თქმა უნდა იყო ამერიკის საწინააღმდეგო და როდესაც ლაპარაკია რუბიოს განცხადებაზე რუბიოს განცხადებაში იყო არც სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და სუბსაფრთხოებიდან დაწყება ჯერ საერთოდ სუბსაფრთხოებიდან რატომ უნდა დავიწყოთ არ მესმის როდესაც ამხელა ისტორია გვაქვს პარტნიორების მაგრამ დავასრულებ რუბიომ აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ინტერესებზე და რა ინტერესები აქვს ამერიკას ამ რეგიონთან მიმართებაში სომხეთ აზერბაიჯანისთან სტრატეგიული პარტნიორობაც მოწმობს ისევე როგორც 9 მილიარდის ინვესტიცია სომხეთში და მათ შორის ის რომ
ამერიკის ინტერესების გამო ტრამპის ადმინისტრაცია ესაუბრება როგორც ლუკაშენკოს და ასევე ვლადიმერ პუტინს და ეს არის მოცემულობა. ანუ ძალიან არაჩვეულებრივი ის ქონდა რაღაც მონოლოგი ქალბატონ თევანას, იმიტომ რომ აბსოლუტურად ზუსტად უკეთესად რო ვერ ჩამოაყალიბებ იმ სოფხედველობაც, სადაც გვა გაცდენა. რას იფიქრებენ ვაშინგტონში, როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვაშინგტონიდან ბრიუსელიდან. აი ეს არის ის პრიზმა. არა, როგორ იცავ თქვენ საქართველოს უსაფრთხოებას ამ ვითარებაში, ამას გეკითხებით და ირანის ელჩი ხა რო ლაპარაკობს, რომ საგარეოში ვიყავია და საგარეო ამას მალავს და ირანის მუქარას რას უპირისპირებს და ეს არის საინტერესო. იმიტომ გისმენდით ესე გულდასმით, რომ სწორედ ეს იყო ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი დამტკიცებული იყო, მე ხო ვერ გულწრფელად მიხარია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი თქვენთვის გავაკეთე. აი ეს არის ქრესტომატიული მაგალითი, რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ, ხო, ფუნდამენტურად, რომ ყველა სიტყვა, ყველაფერი, აი გაჟღენთილი არის, ანუ კრიტიკა, რას აკეთებს ქართული ოცნება, ქართული ოცნებას აქვს პროაქტიული გეგმა, დავიცვათ უსაფრთხოება, დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება, აი ამ ვითარებაში და პირობებში. ჯარს აძლიერებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლიერებს, საზოგადოებას ამთლიანებს, თუ პარტნიორებს იკრებთ, ანუ როგორ აჰი, რა თქმა უნდა, ამიტომაც თუ მაცლით შეიძლება რა თქმა უნდა ვიცი აპრიორი არ დამეთანხმებით, მაგრამ სპენდელს პატივიცემთ და ამის გამო არ მოსულვართ ერთმანეთს დავეთანხმოთ. ჩვენ ისე ამოსავალი წერტილი რა არის, ჩვენ მიმყოფებით ერთგვარ ინტერეგნუმში. ძველი სისტემა უსაფრთხოება აღარ არსებობს, ახალი ჯერ არ არსებობს და მიმდინარეობს ომი, რომელიც მხოლოდ მატულობს ყოველდღე ჯერჯერობით. დეესკალაცია არაფრისკენ არ ხდება თუ არ ჩავთვლით იქ ტრამპის მიერ პერსონალურად გამოგონილ ომებს, რომელიც მერე გააჩერა და უნდა და ნობელის პრემია, ხო? ლაპარაკი იმაზეა, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები, კრიტიკა, რა საჭირო არის ამის გაკეთება, რა ხო შეიძლება და სხვანაირად გექნათ, ეს ჩვენ არ გვესმის და ეს მთელი კრიტიკა, რომელიც არის რეაქციული, დანახული არის ისე ვიძახი ვაშინგტონისა და ბრიუსელის სარკმლით. ანუ ისინი რას იფიქრებენ? საქართველოს უნდა პოლიტიკა განსაზღვროს თავისი ნაბიჯები, დოკუმენტები იქნება, განახლება იქნება თუ სხვა რამე შეუთანხმოს იმას უყუროს პროცესს როგორ ჩანს ეს იქიდან დასავლეთიდან. აი ქართული ოცნების ხელისუფლებამ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამაზე ააგო. ყველაფერი სწორედ აქედან გამომდინარე თქვა, რომ იცით ჩვენ ამ ღირსებით ევროპისკენ ამასაც ამბობდა ქართული ოცნება, კომბახიძემ რო გააჩერა, მერე გაწევრიანების პროცესი კი. კიდევ ერთი დიდი ყოილი იყო, რომელიც ნოემბერშივე გამოაშკარავდა. ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ სხვა ღირსება ამ შემთხვევაში ეს ლოზუნგური სიტყვა მოიცავდა თავისთავად სწორედ იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ არ დავთმოთ იმ ინტერესებს, რასაც ჩვენ მივიჩნევთ. აი მაგალითად დამისახელეთ რომელი ინტერესები არ უნდა დათმოთ, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი გახდათ. ტერიტორიული მთლიანობის რომელსაც უჭერს ევროკავშირი მხარს. არა, თუ დებატია ვისაუბროთ. ტერიტორიული მთლიანობა მითხარით. ტერიტორიული მთლიანობა. არა, ბოდიფარცე გავიღლებით, მაგრამ თუ ტერიტორიული მთლიანობა უნდა დავიცვათ ევროკავშირისგან, აი მოდი აი ეს გავარჩიოთ. არა, თქვენ იძახით რომ ევროკავშირში წევრობა ღირსებით უნდა მოხდასო და ჩვენი ინტერესი უნდა მოხდას და იყვნას დაცული და მითხარით ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა მითხარით რა ემუქრა ევროკავშირი როგორ ემუქრება ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი აღიარებას დამოუკიდებლობის ეგრეთ წოდებული. გავიგე 30 წელი აღიარებს რომ ვიცავ მე თქვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ამას 20 წელია 2008 წელიდან მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული და მაშინ 92-ში არ ვიცი ისტორია რამდენად კარგად იცით, მაგრამ არა, ევროინტეგრაციის აღიარება და აღიარების პოლიტიკა ინტერესები არ უნდა შევлахოთ. მაგრამ ხა თქვით, ხო, როგორ უშლის ევროკავშირი ხელს? ტერიტორიაო, როგორ გამოდის? ანუ ევროკავშირი რო გავწრიანდეთ, ტერიტორიას დავკარგავთ, ვინმე გვეუბნება? აბა ამის მაგალითად. სხვა რამეს ვიძახ. მოგეცემათ საშუალება ევროკავშირის შეხედულება გამოხატოთ, უბრალოდ დავასრულებინოთ ბატონ გურას. ტერიტორიის თუ ტერიტორიებზე გაინტერესებ, ტერიტორიაზე ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც 2008 წლის ავანტიურის შედეგად არ არის ავანტიურა, ომი იყო. ხო, ომი, რომ 92-ში ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა ასე. 92-ში, 14 აგვისტოს, თარიღი რო არის ცნობილი, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთში ომი. რუსეთში პირდაპირ ღიად იყო ჩართული აფხაზეთის ომში, ტამიშის დესანტის და სოხუმის. ანუ კიტოვანი ინტერესებს იცავდა? კიტოვანი სახელმწიფოს არ წარმოადგენდა? და არ მიშკენს ძალიან რატო გადაგალი თემა უბრალოდ და სად არის კონფლიქტი? ეს პრობლემა არის ბრიუსელში, სწორედ რომელსაც ეს რეალობა არის. რომელი რეალობა? ტერიტორიული მთლიანობა არის. რა მოხდა? არ ესმის. არის ველაპარაკებით. ომი რო არის უკრაინაში ეგ არის ის? არა, უკრაინაში ომია, მაგის რა პოლიტიკაც აქვს, ეგეც არ მოგწონს ჩვენ. რომელ პოლიტიკას მაგალითად ახსენეთ, რას ნიშნავს? ანუ რო იცავს სუვერენიტეტს. ევროკავშირიდან იბრძვის უკრაინაში? რატო უნდა იბრძოდეს მითხარით? რატო იბრძოდა?
არა, ევროკავშირს არა აქვს ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის როგორც ნატოს აქვს და ევროკავშირის წევრი იმას ვინ აძლევს, აბა უკრაინას ვინ ეხმარება? დიახ, ეხმარება, მაგრამ ჯარისკაცის მონაწილეობასა და იარაღის მიცემას შორის თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დიდი სხვაობაა, ხო? ბუცონძი გრაუდ სხვა არის და იარაღის მიცემა სხვა არის. ახლა თქვენ ოკუპანტის სასარგებლოდ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩუდია რომ ევროკავშირი იარაღს აძლევს უკრაინას თუ რაც ლაპარაკობთ არ მესმის. ჩვენ ვზივართ საქართველოში, ვცდილობთ რომ ჩვენ ომში გახოვლები არ აღმოჩნდეთ და თვალები კი არ აქვს. უკრაინას უნდა და ომში გახოვვა? თვალები კი არ აქვს დახვეწილი. რაშუაში უნდა და სხვაგან რატო გადაგაგვთ? სხვა რამეს გეუბნებით. ჩვენ ვცდილობთ რომ ომში არ არისოთ გახოვლები, მე რაშუებით, რასაკეთებთ მაგას გეკითხებით. უყურებთ ჩვენ იმას, სად მიდის ომი და რა წესებით მიდის ომი. და მე რასაკეთებთ? ჩვენ ხედავთ რომ ევროკავშირი რასაკეთებს იმისთვის, ცეცხლში გახოვულ უკრაინას როგორ ევროკავშირი ჩვენ შეგვიძლია ჰუმანიტარულად რაც შეგვიძლია ვეხმარებთ. არა, თქვენ რასაკეთებთ? ომში ჩართვაზე არ უნდა გადაგა. თქვენ რასაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვათ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ევროპის და მოლდოვას მაგალითი მაინტერესებს. მოლდოვასაც არ გაუხსნია მეორე ფრონტი და მათ შორის მოლდოვა და ჩვენ ერთად შევდიოდით ევროკავშირში. ადგას რუსეთის ჯარები ვერ და იმას ესაზღვრება, ხო და მე რა, არ იქნებოდა რუსეთის დარტყმა? რუსეთის დარტყმა ესაზღვრება მე იმას. რუსეთის ჯარი ხო დგას? ხო დგას? ხო და და აი ბოდიში რა გორა არ ვიცი გუშინ თუ ნახე პაშინიანის და პუტინის ერთობლივი პროსპერაცია. უკრაინია რა ეს? დიდი ბოდი, ძალიან დიდი ბოდი. ერთი სახელი ვერ დაასახელა ირაკლი კობახიძე მაშაო პაპოშუმა ვინ ეუბნებოდა ომში ჩაერთო. ერთი ვერემ ვერ დაასახელა. მათი ერთი დეტალი მაინტერესებს რაც თქვა გურამ. გურამ ძალიან დიდი ისტორია ევროპის არის ეგ. რუსეთთან ომი მეორე ლუდოვიკო მე-14-დან დაწყებული ომში გვითხრევენ. ლუდოვიკოს არ არის. ძალიან ცივი ომის დამხეშებს არ ვაჭამოთ ბატონო სანდრო, ქალბატონო თეონა, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას და ძალიან გთხოვთ ბატონ გურამია, რომელიც ერთადერთი რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს და თერესაკაში არის ჩაგრეს ცემეს ქალები ციხეებში გაუშვეს და ჩვენ კი ბატონო ერთი დეტალი ნათი აი ძალიან საინტერესო იყო საგარეო პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ ახლა გუშინ იყო პაშინიანის და პუტინის შეხვედრა არა აი ამას დაამთავრებ როცა ლაპარაკობენ რომ აი რაღაცა ამ შემთხვევაში გუშინ პუტინმა სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის შეხვედრა ვლადიმერ პუტინს კარგია რომ გახსოვთ გუშინ პუტინმა თქვა ძალიან საინტერესო და ძალიან ღია რამ ან იქნები ჩემთან ან იქნები ევროკავშირში შესაბამისად ესე იგი თქვენ ამბობთ რომ თქვენ ხართ რუსეთთან და არ იქნებით ევროკავშირში იმიტომ რომ არ არსებობს მიჯნა არ არსებობს ან იქით ახარ ან აქეთ ახარ და თქვენ სად ახართ აი თქვენ როგორ ფიქრობთ თქვენ სად ახართ სომხეთი ევროპისკენ მიდის და აგერ ერჩევნებიო კი თავისუფალი ინტერნეტი ნამდვილად აქვს რუსეთში ინტერნეტი არა აქვს რა თქვენ ინტერნეტი გაქვთ? კი, მოხოთ სიტყვის თავისუფლება არა გაქვთ და Facebook-ზე სტატუსების გამო Facebook-ის სტატუსების გამო ხალხს ციხეში ვუშვებთ და არიმებთ. მადლობა მე თუ შეიძლება. არ მითხარ რუსული კანონები რომ ბრიტანეთს აქ მაქსის სრულებს დაგაარდან. ახალი თემა უნდა გავხსნათ დისკუსიისთვის. ციხეშიც წახვედით, პარლამენტშიც არ შეხვედით და ყველაფერი არა, თქვენ არ გიგნიათ ჩვენ თო წავედით. ახალი თემა უნდა გავხსნათ დისკუსიისთვის. მეგონა სანდრო დაიჭერა. ოპოზიცია ბალანსი დავიცვათ რომ მე არ შეიძლება. კი ბატონო, პარიტეტს მე დავიცავ ძვირფასო სტუმრება, თქვენ ნუ ღელავთ. ახალი თემა მსურს გავხსნათ დისკუსიისთვის. ბატონ სანდრო, ოპოზიციური ალიანსი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მომქმედი ლიდერებისგან შემდგარი ალიანსი ემზადება ეროვნული ღონისძიებისთვის, რომელიც 26 მაისს ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება. მანამდე ისინი გეგმავენ, რომ რეგიონებში გავიდნენ, უკვე მართავენ შეხვედრებს უფრო სწორად რეგიონებში მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით. თქვენი შეფასება როგორია? ვიცით, რომ ამ ერთობას თქვენ ძალიან მწვავედ აკრიტიკებთ, თავად 26 მაისის ღონისძიებას თუ აქციას ძალიან სკეპტიკურად უყურებს თქვენი გუნდი. როგორ შეიძლება რომ განვითარდეს მოვლენები, როდესაც ჩვენ ზოგადად საზოგადოების დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რამდენად მართებულია 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვა, თქვენი პოზიცია. აი მე ვთქვი რომ მე დაანშო პოზიციაზე პასუხს ვერ აგებ, მაგრამ არის ერთი საკითხი, სადაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენის ჩათვლით თან ხვდება. დიახ. რომ გვარამიას პარტია ქოცება დააფინანსეს წინა საარჩევნო 22 წელს 40 მილიონი. მაგის მტკიცებულება ხო გააქვს რა? საბოლოო სად არის?
გადარიცხვა გაქვს? კი როგორ ჩარიცხვები გვაქვს, ფიქტიური ჩარიცხვები არის საჯაროდებს. ფიქტიური აი 60-60 როდეს უმუშევარი პენსიონერი 60 რა უმუშევარი? კაცოს ერთხელ რო არასდროს რაღაც დავარკვეთ, სახელმწიფო აუდიტმა 8 საათი დავკითხა იმას, დაკითხვაზე ვიყავით, რას მეუბნები, თქვენ რომ მართლა დაპირისპირებაში იყო გვარამიასთან და უმუშევარი პენსიონერები და უმუშევარი პენსიონერები 60-60,000 რეცხავდნენ. ისა არ შეამოწმებდი. არა, კაცო მე ვიცი და ხო გითხრათ მიცემული გულა დავასრულებინეთ პირველად მოისმინეთ თქვენი შეფასება რომ ნიკა გვარამია თქვენი პოლიტიკური გუნდის სატელიტი პოლიტიკური ძალა. კი ბატონო, ომის მტკიცებულება სად არისო? მომთხოვა და ეხა მე ვთხოვე ოცნება მიცათ თურმე გვარამია. საჯარო დებატებიც არსებობს ამაზე და იცი მელია ეხა ცხეში კიდე საწყალი, მაგრამ პასუხი ვერ გასცა. და თქვენ ამბობთ რომ საწყალი იმიტომ რომ მე მგონი ესა გვარამია მოატყუა, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხს მაინც აგებს ყველაფერს ფერზე, იმიტომ რომ როცა საკითხვა დაისვა საიდანო წყარო არ იყო დაფინანსებული და თუ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება 40 მილიონი იშოვო ჩუმად, ფაქტობრივად ფარულად დააფინანსოს საარჩევნო კამპანია და ქართულ ოცნებას ამასთან პრობლემა არ აქვს. გინ თქვენი ფული არ აქვს რა უნაქმე, კაცო თუ კანონი ფორმალურად არ დაარღვია რა, უნდა გადაუკეთო ფული. აი რა არის ფაქტები საჯარო სად იყო ვინ იყო დონორი იცი მე რა ვიცი კითხე იმას მაგრამ რამე კანონ დარღვევა იმას დასდები მთელი გადაიმტერეთ მთელი ევროპა და ამერიკა იმიტომ რომ ისა NGO-ებსო რამდენიმე მილიონს უხდიანო თუ ათობით მილიონს უხდიანო და გადაიმტერეთ ყველა გამჭრალობა გვინდაო და პარტიებს ყოველთვისაც რო ვაპო ჩემი შვილის ბანკსაბანკო ანგარიში რამდენი ფულია ისიც კი იცით და ისა 40 მილიონი გვარამიამ საიდან იშოვა არ იცი საიდან რას ნიშნავს იქ არის საბუთები და იქ ეყოლება ხო და გეუბნები უმუშევრობა უმუშევრობა და პენსიონერი ხალხ ფული რო არა პენსია დააგროვა 60-ზე და გვარამია ჩაურიცხა ეროვნული მობილიზაცია ალიანსის ეროვნული მობილიზაცია რომელიც 26 მაისს დასრულდება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით მე ხო ამას ვამბობ ეს ზოგადად პირველი შეფასება ლელოსგან იყო ეს 40 მილიონზე მე ჩვენც ამაზე აზე ვართ გახარიებიც ნაცებიც მიშას ჩათვლით ანუ ზოგადად ეს უცნაური ხალხია ერთი საერთოდ ბევრი თქვენს მოიაზრებით ბატონო სანდრო სატელიტ პოლიტიკურ ძალას არა მე შეიძლება მოვიაზრებოდე მაგრამ ჩემი ფინანსები 2019 წლიდან საჯაროა ოპოზიციური პარტია არა ამაშია განსხვავება მოკლედ ეს პოლიტიკური კინკლაუდა არ არის ეს თანაბარი მე საჯარო ჩემი ფინანსები საჯარო ყველა მიცის ამაშია საქმე მე 40 მილიონი არ ამიღია ივანიშვილისგან და ისა არ დამიწყია აქ რაღაც ისა შოუების მოწყობა და ისა გასაგები ანუ ეხლა შოუ არის რაც ხდება კი რა თქმა უნდა კლოუნა და გვარამიას მოწყობილი აბა რო დგანან და აბა რა იქნება 4 ოქტომბერი შოუ არის ხო კლოუნა და რომ მოაწყეს თქვენი კაცი არის თუ არ იყოს ამის ორგანიზებული რას მეუბნებით თქვენ ხალხს ციხეში წავიდა წლობით რა წლობით წავიდა თუ არა ჯერ ნახოთ კაცო საერთოდ ატამაჯგალს გის უდანაშაულო ადამიანი და ესა ატა ბურჭულაძე რომელიც თვითონაც ორგანიზატორი ვარ და დარწმუნებული ვარ თქვენ და შეთანხმებულ დაკეთებ და აი მას რას აკეთებ და კაცი იყო სოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ვენაში ცხოვრობს კი ბატონო დღეს წავიდა იმაში რაღაც ორთაჭალის ციხეში ისტორია განაცხადა რომ ისტორია განაცხადა 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვიყავით მე და ქართველი ხალხი გასაგებია ბევრი ფული გაქვთ დიდი ძალაუფლება გაქვთ და ხალხზე კარგად მუშაობთ მე არასდროს არ მithქვავს რომ ცუდად იქცევით მე თქვი ამ ნაწილში ძალიან პროფესიონალად იქცევით მაგრამ ხალხს ატყუებს როგორც ომში ჩათრევაში ერთგვარესებულება არ გაქვთ ისე ეს ოპოზიციური სპექტაკლი თქვენი დადგმულია იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აი ეს მარაზმი რაც ხდება ოპოზიციაში ვერ მოხდებოდა იმიტომ შეიძლება ერთხელ შეცდომა დაუშვო ორჯერ შეdausვესო სამჯერ დაუშვესო მაგრამ 5 წელი ერთხელ შეცდომა აი როგორ უნდა გააკეთებინო ამ საკითხს მოსწრება როდის გახდა რთული ამ ქვეყანაში ვინმე გააუქმა აქამდე მიშას ლილიპუტი იყო და ეხა თქვენი ლილიპუტი რო იყოს რა შეუშლის ხელს არა შეუძლებელია ეს კაცი არ მე თვითონ თქვა მიშას ლილიპუტი ვარო მე მისი ციტირება გავაკეთე ტირო და მიშას მიტინგზე ის გულივერი არისო თუ რაღაცაო და მე ჩვენი ლიბუტები ვართ. იცი რომ ეგ პარტია გავიდა მე მგონი პირველ ადგილზე ოპოზიციურ პარტიებში არის ხო? ანუ იმ ხალხმა გადაწყვიტოს ეს და პასუხი აგებს. ის სასარგებლოდ მოქმედებს, თამაშობს, ათამაშობს. სულ გაყიდულია თუ ჯიბე გაყიდულია. 40 მილიონად ბევრი ადამიანის მოტყუება შეიძლება მაგრამ არა მოტყუება კაცო შენ უნდა კონდეს შენი ის ტვინი და ვიღაცა მიხვდა რომ სამწუხარო დემოკრატიაში ხდება ხოლმე რომ დაიჯერა და ვიღაცას რო გონია რომ გვარამი იმენ არის სამწუხარო დემოკრატიაში ხდება რომ 90 წლებში ფინანსური პირამიდები ჯობდა და დანაზოგები ჩაყარა იმაში. ხო, ნებრივი ხალხი ცდება ხოლმე და აი ეგ არის დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი. კი, ხალხი ცდება ხოლმე, კი ბატონო. და შესაბამისად პასუხისგებელი ვიღაცა კი არა, ვინ ჯიბეში ფული ჩაუყარა. კი, ქართული ხალხია ამაში მოყვება. არა მარტო ის თვითონაც ის თქვენ მოგსახმა და გვარამია სპექტაკლის ადრეს ჯერა, მაგრამ მე რა დავაშავე, ჩემი ამოსა. თქვენ რაღაცა პირადი არა, ვიღაც ეს უკვე ნიკა გვარამიას მიმართ რაღაცა განსაკუთრებული ცხენა გაქვს. თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ქართულ ოცნებასთან ფინანსდები
მე ავიღებ ჩემ ყველა ხარჯებს დაგიდებ ჩემ შემოსაჯმოს საჯარო საიტზე მიდევს და მანახეთ რამე განსხვავება 10 ლარში და მე იმიტომ თუ მე ბიზნეს მოსყიდული ვარ ერთ-ერთი მოსყიდული ადამიანი ვქნები ფული არ ამიღია ვლებით და ამიტომ მე ნახდად ვიცი რომ ფული არ ამიღია ქართული ოცნებისგან და ამიტომ მე ვერ დამიმტკიცე ეს ვერავის თორე ასე ბრალდება ყველამ შეუძლია და გვარამია შემთხვევაში ერთი ივენთი ქონდა იმხელა რომელიც თელი ჩემი წლიური ბიუჯეტია რას მეუბნებით 4000 დამკვირვებელი ყავს ივენთი მოაწყვეს და თითო დამკვირვებელს 500 ლარი ხომ მაინც გადაუხადეთ დატოვეთ რამდენი მილიონია და რომელ ანგარიში უწერია არც ერთში არ წერია ამდენი ხელფასი გაცემული რო აქვს არც ერთში და საჯარო ცნობილია რომ რამდენიმე 1000 დამკვირვებელი ყავდა კი ბატონო სანდრო ნიკა გვარამია და მისი თანაგუნდელები ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადებიან ამის შესახებ ეს არის კლოუნადა გვარამიას და და ემზადებიან საპროტესტო აქციისთვის რომელიც 26 მაისს გაიმართება დასანახად ვერ იტანს ერთმანეთს რაც მაგათაც კლოუნადა აი ეს კლოუნადა მოაწყვეს მარტო ამათი ფული გაერთიანებს აი ეს ამერიკული ბომბდამშენის ფორმის პარტიები შეეკრა ერთად ბომბდამშენი კი არა ჩვენი ლოგო დაავიწყა ზემოდან დაესვათ კაცო რას მოუწევთ არა სამაგად მიამატა ვიღაც კრეატიული კაი მოდი 26 მაისთან დაკავშირებით ახლა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელს ძვირფასო სტუმრებო რომ შარშან 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ შევიკრიბოთ და ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისიო გახსოვთ ალბათ ეს მისი განცხადება დღეს ემზადებიან უკვე ვიცით ამის შესახებ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაა რომ 26 მაისს ისინი ასევე ფართომასშტაბიან აქციას ნათია მე მგონი მე და თქვენ ძალიან კარგად გვახსოვს სააკაშვილის პერიოდში 26 მაისს ერთად წინადადება მქონდა დასრულებული და ერთ ფრაზას ვიტყვი რა რომ ამიტომ არ გონია რომ სანამ სათავეში არის ოპოზიციური არ განთავისუფლებიან ხალხი რომელიც პირდაპირ ამათ მოსყიდულია არაფერი არ გამოვა და მე ზოგადად გონია რომ რაღაც სპექტაკლია რომელიც ქართული ოცნებად გამოსდა რავი გააკეთოთ ჩემი რა მათ ფული კი ბატონო მორიგი სპექტაკლი ქართული ოცნება 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული არის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი და ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი შესაბამისად მე ვფიქრობ რომ 26 მაისი სრული უფლებაა ქართულ ხალხს რომ შეიკრიბოს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დადგეს ერთად ამიტომ მე რატო არის რაღაცა თემა რომ 26 მაისი რატო შეიძლება ოპოზიციამ მოუწოდოს ხალხს რომ იყოს ამ შემთხვევაში შეკრება ეს ვერ გავიგე მათ შორის 26 მაისი მახსოვს წინა ხელისუფლების დროსაც და ადამიანები შეიკრიბებიან ერთად რუსთაველზე ნათია უყურე ლისის თვალს მემკვიდრეობა ეს რუსთაველის გამზირი თუ როგორ არის როდესაც საუბარია 26 მაისზე 26 მაისი უკავშირდება რა თქმა უნდა თავისუფლების მოედანს და თავისუფლების მოედანზე შესაბამისად ყველა ადამიანი შეუძლია მივიდეს და მე არ მგონია რომ იქ პოლიტიკური გემოვნებით უნდა იყოს პრეფერენცია 26 მაისს გამახსენეთ აბა აი ზიად გამსახურდი აწყობდა ხოლმე 26 მაისს სად მოეწერა დამოუკიდებლობის აქტს ხელი თავისუფლების მოედანზე არ იყო თავისუფლების მოედანზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი არ იყო ადგილი სადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა მე სად იყო მაგის პარკში იყო ბავშვები გამოვიდა საბჭოთა დროს იყო ახლა სხვა ბაშუაშია გვარამია ანუ არ რა მნიშვნელობა კარგი 26 კი ბატონო მოგეთ სიმბოლური დაგეგმვა უნდა ქონდეს ყველა შემთხვევაში ისება ყველაფერს და რაღაცა დავიძრებით თქვენია თარიღები თქვენია ვიღებთ როგორ მოდის კოლონა ორი მანქანა წინ ჩადგება შეაფერხებს მოძრაობას და 26 მაისს ხალხი გამოდის შეხედეთ ქართული ხალხი ქუჩაშია მათ შორის იმ რეპრესიული ჯარიმების და რეპრესიული კანონების მე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე არის დღე, რომელსაც ყველა ქართველი უნდა აღნიშნავდეს. მე არ ფიქრობ, რომ ამ დღეს რაღაცა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით უნდა კონდეს ვიღაცა საშვი ბოდიში მომითხოვია რუსთაველზე და ვიღაცას არა. ვისაც უნდა ყველა უნდა გამოვიდეს. ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან აი გირჩის პოზიცია ასეთი, რომ ოპოზიცია შვებულებაში გადის ეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა გუშინ ჩვენს ეთერში. კი ბატონო და ამავდროულად სწორედ ისინი ამბობენ რომ ყველა ხვდებით რომ რეგიონში გასვლა ბატონ სანდრო იაგო ხვიჩიამ განაცხადა თქვენი პარტიის ლიდერმა რომ ყველა ხვდებით რომ რეგიონში გასვლა ეს არის პოლიტიკური მოუსავლეთიო ეს არის ერთგვარი შვებულება მათიო და ისინი ასვენებენ ქართულ ოცნებასო საქართველოში როცა პოლიტიკოსი ამბობს რეგიონში წავედი ეს დასვენება წავიდა
პროცესას მიულოს ხოლმე შეჭავს სამეგრელოში წვაც კაფეში და რაღაც. არაფერში არის პოლიტიკასთან. რეგიონში თუმცა გასვლა მოტივი არის ის, რომ მეტი კომუნიკაცია ხართ. არის ტყუილია, ასე არის ხოლმე პოლიტიკოსი პარტია ასე გვაქვს მოწყობილი რა, რომ სამ რეგიონებში გავედითო. ეს ნიშნავს, რომ ხო ყველას ნათესავები ყავს რაღაც სოფელი გინდა რაღაცა, ბარემ თქვა მეგრელი ხარ, ახლა სამეგრელოში მორჩეულთან იქ რაღაც ფოტოს გადაიღებ რა მეგრელს მოდექი კაცო იზიარებ შეიძლება წავიდე მე მეგრელი ვარ მე სამეგრელოში მიყვარს არ ვეზიარებ სამეგრელოში მეც მიყვარს მაგრამ კახეთშიც არ ვარ უარს მოკეთ არა მხოლოდ თვალის გამო შობულებაში არ გასული არა კიდევ ერთხელ არ ვიცი ნათია სადადის გირჩი და როგორ დამოკიდებულება აქ რეგიონებთან მიმართებაში მაგრამ მე ვიცი ერთი რამ აუცილებელია ხალხთან კომუნიკაცია პოლიტიკური პარტიების უშუალო კომუნიკაცია და არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან მით უფრო მაშინ როდესაც კიდევ უფრო მოჭარბებულია ის პროპაგანდა რომელიც ამ ქვეყნის მთავარ ინტერესებს ღიად უპირისპირდება და ამ ვითარებაში ეს არის რეგიონებში გასვლისა უშუალო კომუნიკაცია და კონტაქტი და მათ შორის თვალით დანახვა ზუიად არ დადიოდა იმაში რეგიონებში ესე იმათ რა ქვია სოფელ და ზუიად გამსახურდი ახლა გახსოვს ეგეთი კადრები რომ დადის წინ და უკან მე არ ვსწრაფებ ეს ქართულად ნამდვილად თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, რა ვიცი, შეიძლება რა ვიცი, ზუგდიდ დავამატოთ. აი ეს ამოვიყო და უბრალოდ აი ეს რაოდენობა დავთვალოთ ადამიანების. აი ეს მარტო ამ ქალაქებში რო იყვნენ აქტიურები, მათ შორის სატელევიზიო ეთერში რო ფერად მეტი დაფარვა აქვს. მათ შორის აი თბილისში რო გარანტირებულად ოპოზიცია იგებდა 60-40 ეხლა ხო აი იგებდა კიდე თბილისში ნუ აი ხო და იმიტომ არის რომ არჩევნებში არ მიიღო ხო მომოიღო ან ერთჯერ ან მეორეზე ან თუ იგებდა მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა და მოეგო თბილისში და თუ არ იგებდა ხო მით უმეტეს როგორ მოიგებდა კაცო გარამია მოიგებდა აი აქ დაკონცენტრირდა აქ იქნება ამორჩევლის 1.90% საბოლოო ჯამში იმიტომ რომ მათ შორის თბილისში ცხოვრობს ის ხალხი ვინც რეგიონში აძლევს ხმას ანუ თბილისში მუშაობა არ ნიშნავს მარტო თბილისელზე მუშაობა ეს მასშტაბით ნიშნავს უამრავ ადამიანზე რომელიც შეიძლება ლანჩხუთში ცხოვრობდეს გურჯაანში ცხოვრობდეს ამიტომ შენ თუ მართლა ჯერ თუ აქ უნდა საქმე გააკეთო ანუ სანამ პატარა ჩვენ იმიტომ იშვიათად დავდივართ მაგალითად პატარა დასახლებულ პუნქტში მაგრამ უფრო მეტ დროს ხარ მაგალითად ქუთაისზე ან ისეთ ბათუმზე რომ ბანალურად ჯერ აქ უნდა გააკეთო შენ საქმე იმიტომ რომ აქ უფრო მაღალი ეფექტიანობით აქ ბერ ადამიანს ხვდები და მეტი ხარჯი მოიპოვა და როცა აქ მოაგვარე მე უნდა მიხვიდე რამენად სოფელში ამიტომ სოფელში მისვლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ოღონდ ხოლოდ იმის შემდეგ რაც ქალაქში მოიგებ იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ ფლანგავ რესურსებს ხო და წამოიგინე თბილისში ჯერ მოგიგია ქუთაისში ჯერ მოგიგია ბათუმი 24-შიც კი წააგეს სუფთად და იმის ნაცვლად რომ აქ დახარჯო მთელი ენერგია აქ მოიზიდო ამორჩეველი წავედიო ლეჩხუთში სოფელ ჭკუტელში ხო საღა წავედიო და ბაზარი არის მეც მომწონს მე კარგი ხედი კარგი საჭმელი კარგი ხალხი დაკვდება სოფელში მე არ მგონია რომ ეს დამაკნილებად საუბარი რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობაზე სწორი იყოს ეს პოლიტიკური პარტიიდან მაგრამ მონებრივია პოლიტიკური პარტიებთან კომუნიკაცია ტელევიზორი არაფერი შუაში არ არის ევროპულ ქვეყნებშიც კი კომუნიკაცია ადგილზე ხალხთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად მე არ ვიცი რატო არ საერთოდ ეს თემა რომ ოპოზიცია უნდა გავიდეს თუ არა უნდა გავიდეს რეგიონში მაგრამ ეს რატოა თემა მე ვერ გავიგებ მაგრამ ცალსახად არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ქვეყანაში ასეთი ვითარება გაგრძელდება საშიშროება ემუქრება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, რომელიც აღარ გვაქვს და ღიად გვითხრეს, რომ გაჩერებულია. არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ამათი ბედნიერი კანონებით ასოცირების შეთანხმებასაც საფრთხე ექმნება. შესაბამისად, ეს არის ის საკითხები, რადგან არის აუცილებელი კომუნიკაცია ყველასთან, არა მხოლოდ დედაქალაქი და სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, არამედ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება მისვლა და მეორე აუცილებელია, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გაგრძელება, იმიტომ რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ იმ ფონზე, როდესაც ენგურზე ააშენეს ტერმინალი, საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა უნდათ, რომელსაც ივანიშვილი თავის დროზე ესალმებოდა 2012 რასაც სუვერენიტეტის რისკები ახლავს, თუ არა დასრულება ამ ტერიტორიული მთლიანობის და ამ ვითარებაში აი დოდონი და ესა რა ქვია, მარიამ ლაშხი შეგვიჩათ საერთო ფოტოზე პრორუსი, მაშინ როდესაც დესერტოს ამ კრიტიკის მიუხედავად, რომელიც ეს არასდროს არ გასშეწყვეტილა და ჩვენთვის უკვე რაღაც შინაარსგან დაცლილია, იმიტომ რომ საჭირო წინააღმდეგობის გაგრძელება. რა წინააღმდეგობა? ანუ
2024 წელს ის მთელი კამპანია რაც 22-დან დაიწყო შეჯამდა და გაერთიანდა და ყველაფერი, ყველა ფრონტის ხაზი, ყველა უბანი, ყველა მონაკვეთი, აბსოლუტურად ყველაფერი წააგო ოპოზიციამ, წააგო სტრატეგიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე, ოპერატიულ დონეზე, მარტივი რამე ვერ გვათვალეს, რომ ეს სამართლიანი თავისუფალი არჩევნები ყოფილიყო, ეხლა არ იქნებოდეთ დასავლეთისგან იზოლირებულ პირობებში და უვიზო შეჩერებული თქვენი ჩინოვნიკებისთვის. ნამდვილად არ იქნებოდეთ. ზუსტად ომის კონტექსტში მოხდა ეგ ყველაფერი. ზუსტად იმიტომ რომ ომის კონტექსტში იგივე მეორე ფრონტი ილაპარაკოთ. 22-ში და 24-ში ხო არჩევნები. ეს არჩევნები გამოაცხადეთ რეფერენდუმად. და ეს რეფერენდუმი იყო და მოლდოვური რეფერენდუმი. იქ კიშინიოვიდან იყო ეს პროცესი დანახული ევროპათულ რუსეთი. გავლენები რომ გაზრდილია და არასდროს ადამიანს ტროტუარზე პროტესტის გამო საქართველოში უარი ჭერდნენ და დღეს იჭერდნენ. ეს არის ის რუსული სცენარი, რომლითაც თქვენი ბედნიერი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი მადლობა. გარე ფაქტორები. გურამ ნიკოლაშვილს, ალექსანდრე რაქვიაშვილს, თეონა აკუბარდი